გაიგებდით, რომ ამასწინ საქართველოში სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველო შეიქმნა. ხალხურად სკრინვა სკროლის სამმართველოსაც რომ უძახია. ეს ბევრ კეთილ მიზანს მოისახურება. სინამდვილეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 170-ზე მეტ ადამიანს უჩივლა Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო, თითოეული მათგანი რამდენიმე 1000 ლარით დააჯარიმა და რისთვის ზოგიერთი წყევლის, ზოგიერთი ძმაკაცთა შეხუმრების, ერთი ბებია კი Facebook-ზე დაწერილი ძონძის გამო. თითქოს გასაგებია რა არის სიძულვილის ენა, არა? როცა ვიღაცა გძულს და ამას ხმამაღლა გამოხატავ. ან აგინებ. მაგალითად ასე. ორი ხუჭვა! შეაგინე განაბარები! შეაგინე როგორც მასვი! მაგრამ არა, ყველა გინება აკრძალული არ არის და არც უნდა იყოს. ამის მიუხედავად, რატომ არსებობს სიძულვილის ენის ცნება და რატომ დასდევს ჩვენი პოლიცია მთავრობისა და პოლიტიკოსების შეურაცხმყოფელებს, ამაზე ამ ვიდეოში მოგიყვებით. ოღონდ ჯერ ამერიკიდან დავიწყოთ. ძალიან ირონიულია, მაგრამ ამერიკაში სიტყვის თავისუფლების დაცვის ყველაზე დიდ გარანტიას არა რომელიმე სამოქალაქო აქტივისტს, არამედ კუ კლუქს კლანის წევრებს უნდა უმადლოდეთ. 1964 წელს კლანის ლიდერმა კლარენს ბრანდენბურგმა ოჰაიოში კუ კლუქს კლანის შეკრება მოაწყო. ჟურნალისტების თანასწრებით შეკრებაზე დაწვეს ჯვრები, გააკეთეს რასისტული განცხადებები და დაიქადნეს, რომ თუ ხელისუფლება თეთრი რასის ჩაგვრას გააგრძელებდა, შურისძიებისთვისაც მზად იქნებოდნენ. ოჰაიოს შტატმა ბრანდენბურგი გაამტყუნა იმ კანონის დარღვევისთვის, რომელიც დანაშაულის ან ძალადობის პროპაგანდას კრძალავდა. სამაგიეროდ, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ბრანდენბურგი ერთხმად გაამართლა და გამოხატვის თავისუფლების 3 ელემენტიანი ტესტის დაადგინა, რომელიც დღემდე გამოიყენება. უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ ძალადობის მხოლოდ აბსტრაქტული მხარდაჭერა საკმარისი არაა, იმისთვის რომ პირი დამნაშავედ ცნოთ. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ის მიზნად ძალადობის განხორციელებას ისახავს, ძალადობის განხორციელება მყისიერად არის შესაძლებელი და მძიმე შედეგის რეალური დადგომა აშკარა რისკია. შესაბამისად, ამერიკაში დღემდე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი, თუნდაც სხვისთვის შეურაცხმყოფელი, თუ ამით აშკარა და მყისიერ საფრთხეს არ ქმნის ძალადობისთვის. ყველას აქვს უფლება დაუპირისპირდეს უმრავლესობის ან უმცირესობის შეხედულებებს. ანუ შეგიძლია ხმამაღლა იყვირო, რომ ვიღაც გძულს, თუ ხალხს მისი სახლის დაწვისკენ არ მოუწოდე. სამაგიეროდ სიტყვის თავისუფლებას კონტინენტური ევროპა გაცილებით მეტად ზღუდავს. ევროპული კონვენცია და სასამართლოები ამერიკულის მსგავსად აღიარებენ სიტყვის თავისუფლების უდიდეს მნიშვნელობას, იცავენ ისეთ გამოხატვასაც, რომელიც შეიძლება სხვისთვის გამაოგნებელი, შეურაცხმყოფელი ან აღმაშფოთებელი იყოს, მაგრამ ამასთანავე უშვებენ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას გონივრულ ფარგლებში. მაგალითად, გერმანიაში დღემდე აკრძალულია ნაცისტური სიმბოლიკა, ჰოლოკოსტის უარყოფა და გარკვეული ფორმით ანტისემიტური პროპაგანდა. ამიტომ კლარენს ბრანდენბურგს ოჰაიოს ნაცვლად ბრანდენბურგის ჭიშკრის წინ რომ გადაეწყვიტა აი ამ ფორმით გასეირნება, საქმე ჭაკად წაუვიდოდა. თუ ვინმე ამერიკაში გამოვა და იყვირებს ყველა მიგრანტი პარაზიტიაო ან ეროვნულ დროშას დაწვავს, ამისთვის მას არაფერი არ მოუვა. მაგრამ გერმანიაში შეიძლება ეს სისხლისამართლის დანაშაულადაც კი ჩაითვალოს, რადგან ეს ჯგუფის მიმართ სიძულვილის გაღვივებას წარმოადგენს. სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ამერიკული და ევროპული კანონების განსხვავება ერთ კითხვაზე ორი სხვადასხვა პასუხიდან გამომდინარეობს. ორივე საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ დემოკრატიის ქვაკუთხედი გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ ისინი ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რა არის უფრო საშიში, სახელმწიფოს ცენზურა თუ სიძულვილის ენა. რატომ იცავს ამერიკა იმას, რასაც გერმანიას ჭის? ამერიკის ფუძემდებლური იდეა ტირანიისგან თავისუფლებაა. ჯერ კიდევ კოლონიობის დროიდან მოყოლებული ამერიკელები მთავარ მტრად თავისუფალ აზრზე სახელმწიფოს ცენზურას ხედავდნენ. ამიტომ ამერიკული კონსტიტუციის პირველი შესწორება გამოხატვის თავისუფლებას ძალიან ფართოდ იცავს. ლოგიკა ისაა, რომ თუ სახელმწიფოს მივცემთ უფლებას აკონტროლოს ადამიანების გამოხატვა, ის ამას აუცილებლად გამოიყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. თუნდაც ისე, როგორც ახლახანს მეზობელ თურქეთში moxda ერდოღანზე ხუმრობის გამო სტენდაფერი იზოლატორში რომ გაამწესეს. Recep Tayyip Erdoğan utangaç bir diktatörden kendi kimliğiyle barışık bir diktatöre geçişi. რაკი დესპოტებს ყველაზე მეტად თავისუფალი სიტყვისა ეშინიათ, ამერიკელები მიიჩნევენ, რომ სიტყვასთან მხოლოდ სიტყვით შეიძლება დაპირისპირება და სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს უფლება ჩაერიოს აზრის გამოხატვაში, რაც არ უნდა მავნე, სულელური ან უხეში იყოს ის. როგორც კლანის წევრებს აქვთ უფლება ნერვები მოუშალონ მემარცხენეებს რასისტული და ანტისემიტური შეძახილებით, ისე შეუძლიათ მემარცხენე კომუნისტ სტუდენტებს გამოვიდნენ დაწვან ამერიკის დროშას შუა ტეხასში და ამით იქაურ მემარჯვენეებს
გული გაუხეთქონ. ბრანდენბურგის ამ სამწვერიანი ტესტიდან გადახვევა ბევრმა სცადა. მაგალითად, დონალდ ტრამპმა სულ ახლახანს 2025 წელს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტს უბრძანა, დროშას ვინმე თუ დაწვავს, აუცილებლად ციხეში ჩააყუდეთო. მაგრამ ამაოდ ყველანაირი აზრის გამოხატვა ამერიკაში დღეს ისევ დაცულია, რაც არ უნდა შეურაცხყოფელი იყოს ის, სანამ ძალადობად, მუქარად ან დანაშაულის პროპაგანდად არ გადაიქცევ. მაგრამ ევროპის ისტორია სხვანაირია. ევროპის მთავარ ტრავმებად მე-20 საუკუნის ნაციზმი, ჰოლოკოსტი, სრებრენიცა და ის ტრაგედიები იქცა, რომელიც რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა შუღლის საფუძველზე აღმოცენდა. ამიტომაც თუ ამერიკაში ზედმეტი ხელისუფლებისა ეშინიათ, ევროპაში პირიქით უქნარა, უნიათო და არხეინ ხელისუფლებას უფრთხიან. აქ ახსოვთ, რომ თუ დემოკრატია თავის თავს და მოქალაქეებს არ დაიცავს, ის ძალადობის მორევში გადაეშვება. ევროპაში მიიჩნევენ, რომ ზოგჯერ უმოქმედო სახელმწიფო ისეთივე საშიშია, როგორც ზედმეტად აქტიური სახელმწიფო. მათ ახსოვთ, რომ ეთნიკური წმენდა იარაღით არ დაწყებულა. გენოციდი ტყვიით კი არა, სიტყვით იწყება. თითოეულ მათგანს წინ სიძულვილის პროპაგანდა უძღოდა, რომელიც თავისუფალი სიტყვის ხალთაში იყო შემალული. ნაცისტებმა ებრაელებს ჯერ ვირთხის, პარაზიტის და დაავადების იარლიკი მიაკრეს და მხოლოდ შემდეგ მოიგონეს საბოლოო გადაწყვეტა. ეთნიკური სიძულვილის პროპაგანდა დაედო საფუძვლად სრებრენიცასაც და გენოციდსაც რუანდაში, სადაც ხალხს ტუტსების მკვლელობისკენ რადიოთი მოუწოდებდნენ. ხოდა, რაკი სიტყვა ზოგჯერ იარაღზე უფრო საშიშიცაა, სახელმწიფოს აქტიური ჩარევაც აუცილებელი ხდება. აქედან მოდის სიძულვილის ენის დეფინიციაც, რომელიც შედარებით ახალი იურიდიული კონცეფციაა. 1997 წლის შემდეგ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი მას განმარტავს, როგორც გამოხატვის ნებისმიერ ფორმას, რომელიც შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ სიძულვილს ავრცელებს, ახალისებს, ხელს უწყობს ან ამართლებს. თუმცა არ გეგონოთ, რომ ევროპა არ იაზრებს გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იცავს გამოხატვის ისეთ თავისუფლებასაც, რომელიც თუნდაც სხვებისთვის შეურაცხყოფელი ან შოკის მომგვრელია. მოკლედ, ჩავი იუმორი ევროპაშიც მოსულა. მაგალითად, დანია ავიღოთ. 2005 წელს ერთ-ერთმა გაზეთმა წინასწარმეტყველო მუჰამედის 12 კარიკატურა გამოაქვეყნა თვითცენზურის წინააღმდეგ და რელიგიის გასაკრიტიკებლად. უდიდესი საერთაშორისო წნეხის მიუხედავად, დანიის სახელმწიფომ მათი გამოხატვის თავისუფლება ბოლომდე დაიცვა. ანალოგიურად, სასამართლომ გაამართლა შარლი ებდოს რედაქცია საფრანგეთში და მისცა მათ ნებისმიერ რელიგიის შეურაცხყოფელი კარიკატურების ბეჭდვის უფლება. რადიკალი ისლამისტების არაერთი სისხლიანი თავდასხმის მიუხედავად, გამოცემა დღემდე სიმამაცით აგრძელებს ამ უფლების სარგებლობას. ამიტომაც, ევროპაშიც, ისევე როგორც ამერიკაში, სხვისი შეურაცხყოფა ავტომატურად სიძულვილის ენას არ ნიშნავს და დასჯადიც არ არის. ამერიკისგან განსხვავებით, ევროპაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია, თუმცა სახელმწიფო ამ უფლებაში მხოლოდ მაშინ უნდა ჩაერიოს, როდესაც გამოხატვის თავისუფლება საჯარო წესრიგთან სრულიად შეუთავსებელი ხდება. ერთ სიტყვით, გამოხატვის თავისუფლების ევროპული და ამერიკული გაგებები ერთმანეთისგან განსხვავდება, რასაც მათი განსხვავებული ისტორია, გამოცდილება და სხვა ხელდველობა განაპირობებს. ამერიკაში გამოხატვის თავისუფლების ფასი ისაა, რომ შენს გიწევს სხვისი სიძულვილის მოსმენა, მაგრამ სამაგიეროდ შენ შეგიძლია თავისუფლად თქვა, როგორ გძულ სხვა ადამიანი. ევროპაში კი ფიქრობენ, რომ გამოხატვის თავისუფლება სიძულვილის უფლებას მაშინ ვერ დაიცავს, თუ ის შეიძლება სამომავლოდ გენოციდის, ეთნიკური წმენდის ან დიდი დანაშაულის საფუძველი გახდეს. რომ შევაჯამოთ, რისთვის არსებობს სიძულვილის ენის კანონები? ეს კანონები მოქალაქეების ჯგუფური ნიშნის დემონიზაციისა და მოსალოდნელი ფიზიკური ზიანისგან დასაცავად არის შექმნილი. რომელი მოქალაქეებისა? მათთვის, ვინც უმცირესობაში არიან, მათთვის, ვინც ადვილად შეიძლება დაიჩაგრონ, მათთვის, ვინც ადრეც ყოფილა ასეთი დანაშაულის მსხვერპლი. ამ ჯგუფების განსაზღვრება თითოეული ქვეყნის ინდივიდუალურ გამოცდილებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ზოგადად აღიქმება, რომ ამ კანონების მიზანი ძლიერებისგან სუსტების დაცვა. ამიტომაც არის აბსურდი, რომ საქართველოში სიძულვილის ენის კანონებით პოლიცია მთავრობის კრიტიკოსებს დასდევს. ეს დაახლოებით ისეთივე აბსურდია, როგორც ანტიკორუფციული ბიუროს იმისთვის შექმნა, რომ სამთავრობო კორუფციის ნაცვლად არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრებს სდიოს. არ ვიცით სიძულვილის ენის რომელი დეფინიციით გადაწყვეტეს მთავრობის დაცვა, მაგრამ ალბათ განათლების სამინისტროს ახალი სახელმძღვანელოები გვასწავლიან, რომ გენოციდები პრეზიდენტისთვის Facebook-ზე უდიპლომოს წოდებით იწყება. სანამ მსოფლიო იმაზე მსჯელობს, გამოხატვის თავისუფლების ევროპული მოდელის ჯობია თუ ამერიკული, გამოხატვის თავისუფლების დაცვა ჩვენარ ქვეყნებში უფრო და უფრო რთული ხდება. პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ პოლიცია მკვლელების ნაცვლად Facebook-ზე კომენტარებს დასდევს.
პრობლემა გამოხატვის თავისუფლების თანდათანობითი შეზღუდვის მცდელობებია. თავისუფლების შეზღუდვა დიდი ნაბიჯებით არასოდეს იწყება. ის ყოველთვის მცირე შეზღუდვებით იწყება. ხან ტერორიზმთან საბრძოლველად, ხან ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად, ხან ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის საბაბით. თანდათან გაჩვევენ ჯარიმებს და ციხეს და თუ ამ პროცესს დროულად არ შეაჩერებ, ბოლოს შეიძლება დასჯადი უბრალოდ თეთრი ქაღალდის ხელში ჭერაც გახდეს.